შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. როსტომ ჩხეიძე, შავი ჩოხა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა. თავი მე-14 ავი ბედისწერა ლევან რაზიკაშვილისა. ლექსო ამოგთქო მოხერო, თორე იქნება ვკვდებოდე და შენ კი ჩემად სახსოვრად სააქაოს არჩებოდე. იმღერდნენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმაზე ხვებოდე, ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვყებოდე. ნეტავი ჩემო სახელო, დიდხანამ იხსენებოდე, ჩემო ნათქვამო სიტყვაო, შენამც კი გაქვეყნდებოდე. შენ ჩემო საფლავის კარო, შენამც კი ახპავდებოდე, სახლო არ დაიშლებოდე, ცოლო არ გათხოვდებოდე. ერთ ეგეც უნდა ვიკითხო, ჩემს სიკვდილს ვინ იტირებსა, ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა, საქმეს ვინ გაიჭირებსა. ამას ვფიქრობდა გულიცა, ამას ვეანამდვილებსა. დედის მეც ჩემი სიკვდილი არავის აატირებსა. თუმცა ნათესავნი და-ძმანი აღარ აისხმენ ღილებსა. ცოლიც ძალიან მიტირებს, ქვეყანას გააკვირვებსა. ცოტა ხნის შემდეგ ისიცა, სხვისა ჭირს გაალხინებსა. სულ ყველას დავავიწყდები, ყველა სხვა დაათირებსა. მე დედის გულში ვიქნები, ძილსაც ვერ დაიძინებსა. ვენაცვალე ძუძუს გამზრდელსა, გულით ეგ დამიტირებსა. დედას უყვარხართ შვილებო, დედა არ გვახსოვს შვილებსა. იმითა გტანჯავს გამჩენი, სულ მუდამ გვაცოდვილებსა. საფლავი წრემლით ამამებსა. ადე დაბრუნდი შენ ოჯახში, როგორ გამწარე შენი დედა. ლაშარელოს პირველ სცენაში ლაშარობის წარმოსახვისას გრიგოლ აბაშიძე ბრმა მეფანდურესაც შემოიყვანს ავანსცენაზე. მეფის დღეგრძელობის შემდეგ ლექსი რომ უნდა დაიბღეროს და თვალდაშრეტილი ხევსური ტკბილად ცევდის მომგვრელად ააჟღერებს მთის პატარა ფანდურს და ხმას თანდათან შეუმაღლებს, რათა საკუთარი სადარდებელი სიკვდილის გარდუვალობისა და სახელის უკვდავების წყურვილი ამ სტრიქონებში მოაქციოს. ლექსო ამოგთქო მოხერო, თორემ იქნება ვკვდებოდე და შენ კი ჩემად სახსოვრად სააქაოს არჩებოდეო. მისი სწორები ჯერაც ფანდურის ხმაზე მოჰყვებოდნენ ამ სადარდებელს. ქვეყანა იმხიარულებდა, ის კი საფლავში ჩაუტებოდა, მაგრამ იქნებ სახელი მაინც დარჩენილიყო დიდხანს, მისგან ნათქვამის სიტყვა მოფენოდა არ ემარეს, სახლი არ დაშლილიყო და
ცოლი არ გათხოვილიყო. ნატრად დაინაცრებოდა და გლოვის ჟამიც გადაივლიდა ოჯახის წევრებისა და ნათესაო მეგობრებისათვის, მაგრამ დედის გულში ხომ მაინც იქნებოდა ამოჭრილი და ძილსაც არ დაიძინებდა. ვენაცვალე ძუძუ გამდელსა, გულით ეგ დამიტირებსაო. თითქოს მთელი სიცოცხლის განცდა მოსწოლოდა ყელში და წუთისოფლის ტრაგიზმის იდუმალ მიზეზსაც აქ აღმოაჩენდა. დედას უყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსაო. გრიგოლ აბაშიძე ადვილად არ ჩამოეხსნებოდა ამ ლექსს და კითხველში ახედებდა მეფანდურის უსინათლო თვალებზე, ცრელ ჩამომდინარეზე, უბედურ მომავალს დაშრეტილი მზერითაც რომ ხედავდნენ და უდრო თვალის შუქს მოკლებული, ჯანღონით სავსე ხევსურის გულის სიღრმიდან ამოსულ კნესას ღმადაბლა მოღუღუნე ჩონგური თუ აავსებდა სევდით. უკანასკნელ სიტყვებს რომ ამოიმღერებს თუ ამოიგმენს მელექსე, ერთ მუხლად კიდევ ააჟღერებს საკრავს, მერე ფანდური ჟღრიალი მიწყდება და თვითონაც გაიტრუნება. ყველა დუმს, აღარც მელექსე მღერის და აღარც ფანდური ჟიჟინებს. სიმღერა კი ისევ ჟღერს მსმენელთა ფიქრსა და გულისყურში. დიდხანს არც არავინ დაარღვევს დუმილს და მეფანდურე რომ მიხვდება, მსმენელთა გული და გონება დავიპყარიო, სახეზე სიამოვნების ღიმილი გადაეფინება, ფანდურს ძირს დადებს და ერთს ხმამაღლა ჩაახველებს. მაშინ კი გამოერკვევიან მსმენელნი სიმღერის ჯადოსაგან და ტაშიც 4 მხრივ იგრიალებს. ტაში და შეძახილები რომ მიწყდება, მეფე მეფანდურეს მადლობას გადაუხდის ამ იშვიათი ლექსისათვის. ეს ლექსი არ სმენოდა პეტრე უბიკაშვილს, არც თედო რაზიკაშვილს სმენოდა, ხელიდან ანკი როგორ გაუშვებდნენ, არც თუ ჩაენიშნათ პოეტურ მარგალიტებს შორის შერაცხავდნენ გახარებულნი, რომ მიაგნეს, თორემ საუკუნეებს რომ გაუძლებდა, ოდნავი ეჭვიც არავის შეეპარებოდა. მაგრამ არსად მოიპოვება მათ მიერ შედგენილ ხალხურ ზეპირსიტყვიერების კრებულში და მხოლოდ ვახტანგ კოტეტიშვილს გაუღიმებდა ბედი შავის სოფელ კაწალხევში რომ ჩაიწერდა ხარანაული საგანო, ასეა აღნიშნული პუბლიკაციის პასპორტში, არა ადრე გამოქვეყნებული ნიმუშის თავისებურ ვერსიად, არამედ პირველ მონაპოვრად. გრიგოლ აბაშიძეც ისევე მოიხიბლებოდა ამ ლექსით, როგორც ყველა მკითხველი. ეგაა განსაკუთრებულ პატივის მიგებასაც მოახერხებდა, რომანის ეპიზოდს რომ გაალამაზებდა მისი ჩართვით და ლაშა გიორგისა და იმდროინდელი დიდებული საქართველოს თვალში ხელიხელ საგოგმანებლად აზიდავდა. საუკუნეთა წიაღს რომ დაუბრუნდება, ყველაზე სვებედნიერ ჟამთათვის გაემეტებოდა, ლამის თხასა და მგელს ერთად რომ ეძოვა და თუ რაიმე ვერ წარმოედგინა მაშინდელ ქართველობას, უპირველესად ის რომ კატასტროფა იქვე ერთი ხელის გაწვდენაზე ჩასაფრებულიყო. ის რა გასაკვირია, რომ სვებედნიერი ხანის პოეტური რეპერტუარი მაინც და მაინც დალხინების გამომხატველი არ ყოფილიყო და ადამიანური ყოფის ტრაგიზმის გაშიშვლებაც ეცადა, კი არ მიეყურის ძირებინა. ყოველ შემთხვევაში გრიგოლ აბაშიძეს მიაჩნდა ასე და ამიტომაც მოარგებდა უკიდურესის სევდით გამსჭვალულ ლექსს იმჟამინდელ რეალობას. თვითონ ლექსი თუ შეეთვისებოდა ლაშა გიორგის დროს. რატომაც არა, ზოგად ადამიანური ტკივილი მახლობელი და ბუნებრივია,
ყოველი ჟამისათვის და ამიტომაცაა მკითხველი მას ამავდროულად რომ არ მიიჩნევს თხრობის დინებად. ხატრულ სინამდვილეში დაეიყოს იმ ეპოქისა თუ კიდევ უფრო ადრეული ხანის კუთვნილება ბრმა მეფანდურეს წინამორბედთაგან რომ გადმოსცემდა ყოფით რეალობაში კი ლექსო ამოგთქომ ოხეროს შექმნის წელი დიდად არ დაშორებოდა ლაშარელას დაწერის თარიღს. ვახტანგ კოტეტიშვილის ჩანაწერთაგან ხომ ახლოს იყო და ახლოს და არც მისი შემოქმედის სახელი ჩაკარგულიყო საუკუნეთა სიღრმეში და პოეტი კიდევ დიდხანს ივლიდა სამზეოდ ღალატით რომ არ გამოესალმებინა ციცოცხლისათვის ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლობისათვის. თავისთავად დაძველებულიყო ასე უეცრად და უცნაურად საკუთარი მწარე ბედისწერის გამოტირების ლექსი, თუმც თავისით რა დააძველებდა, როდესაც შავსაც და ხევსურეთსაც სახიერად ახსოვდა მათ წრეში მოტრიალე ჭაბუკი, ვისაც დიაკონის კაბა იარაღზე გადაეცვა და მაღაროსკარის ბრძოლისას შეერთებოდა შეფიცულებს, რათა წინააღმდეგობის მოძრაობისათვის შეეწირა ხანმოკლე წუთი სოფელი, ან კი რაღა დარჩენოდა. თუ ვინმემ ვახტანგ კოტეტიშვილმა წიცოდა ამ ლექსის შემქმნელის ვინაობა, ის კი არა, სულაც მის კვალზე დამდგარიყო, რათა გადაერჩინა ხსოვნა იმ უჩვეულო ჭაბუკისა, ვინც მოწოდებულიყო დიდი შემოქმედებითი ძიებებისათვის და იქნებ ახალი დროის ჰიმნოგრაფადაც, მაგრამ აღკვეთილიყო ეს ძიებანი და ახალი მიქაელ მოდრეკილი აღარ მოვლენია სასულიერო წრეებს, აღარც ახალი ვაჟა-ფშაველა, ვისაც ძალიან ებაძებოდა პოეტური სუნთქვის გარიჟრაჟზე, თუმცა ბიჭი არ დაანებებდა თუნდ ამხელა პოეტის ჩრდილში ყოფნა სამუდამოდ და საკუთარ გზას აყოვნინებდა. აკი ლექსო ამოგთქომ ოხეროთი კიდევ გაეჭრა თავისი ბილიკი და მოსალოდნელია პოეზიის ბილიკებზეც ისევე ადვილად მოეხერხებინა მიმოსვლა, როგორც მთის დაქსელილი ბილიკები არ უჩანდა არაფრად. ისე გადადიოდა და გადმოდიოდა ავდარშიც და წკვარამშიც. ერთი არ წაიფორხილებდა, თუ შეეჭვდებოდა გზას ხომ არ ავცდიო. და რა გასაკვირია, რომ ჩარგლის ტყიდან თუ შეთავმდეს, სწორედ იგი გაძღოლოდა ქაქუცას. მას მინდობოდა მეგზურობა იმ ლევან რაზიკაშვილისაგან, მისი მამის თანასოფლელობაც ასე რიგად იამაყებოდა და ალექსანდრე სულხანიშვილი მისი ჩარგლელობით ხსნის ვაჟას პოეტური სიტყვა რომ დაედო თარგად და შუქურად. ეს ხსოვნაც და საომარი თავგადასავალიც ჯერჯერობით იატაკქვეშა ისტორიას უნდა შეფარებოდა, მისი სტრიქონებიც მთქმელთა რეპერტუარსა და დაშლილ სამყაროთა ცნობიერებას შეხიზნოდა. ლექსებით გატენილი აბგაც მოუშორებლად თან რომ დაატარებდა, ვინ იცის, ვის ხელში მოხვედრილიყო, ამიტომაც საჩქაროდ უნდა ჩაწერილიყო მისი საუკეთესო პოეტური ნიმუშები მაინც, ამ ლექსს კი უდაო შედევრს. წიგნის ფურცლებზეც ეპოვნა ახალი სიცოცხლე. თუკი ავტორის ვინაობის გამოცხადებას დროებით შეელეოდა გამომქვეყნებელი და მასაც პოეტური ფოლკლორის ანონიმ შემოქმედს მიათვლიდა. ასე მოეფარებოდა ლექსო ამოგთქომ ოხერო თქმელის გვარსა და ინიციალს, თუმცა მკითხველი საზოგადოებისათვის ვახტანგ კოტეტიშვილის მიერ მიმობნეული ხმის წყალობით იმთავითვე ცნობილი იქნებოდა შემთხვევის ვინაობა და გრიგოლ აბაშიძესაც სხვებივით მოეხსენებოდა, ეგა უფრო გააღრმავებდა პოლიტიკური ყოფისაგან
იძულებულ ლიტერატურულ თამაშს და ვახტანგ კოტეტიშვილისგან ხელოვნურად დაძველებული ლექსის შექმნის თარიღს მე-13 საუკუნის აქეთ აღარ გადმოაშორებდა. ლაშა გიორგი ღრმად განცდით უსმენდა ფანდურის სიმღერას და ფიქრიდა დარდიშ თანთქამს. მერე კი დიდ მადლობას წირავს ყურთასმენის დამტკბარობისთვის. ლაშარობაზე თავშეყრილი ხალხი გულისყურით მისჩერებია და სუნთქვაც გაუკმინდავთ. არაფერი გამოგრჩეს და შემძვრელ განცდას ნისხალიც არ მოაკლდესო. მხოლოდ მხატვრულ ფანტაზიას არ გაუჩენია ეს სურათი. ყოფით რეალობაში შეფიცულნი შემორკალვიან პოეტს და ისინი მისჩერებიან ხმაგაკმენდილი მის მომხიბლავ სტრიქონთა დენას. ლაშა გიორგის ნაცვლად კი ქაკუცა ჩოლოყაშვილი შეუპყრია გულის შემძვრელ განცდებს და ყველა სახელითაც პირველი ის გამოთქვამს აღტაცებას და მერე სხვანიც აზდევენ უცნაური ჯადოსაგან გამორკვეულნი. აშიც და მოწონების შეძახილებიც ამათია, თორემ რა ვიცით, როგორ ეგებებოდნენ მეფანდურეთა სიმღერებს ლაშა გიორგის დროინდელ საქართველოში. თუმცა ამჯერად გრიგოლ აბაშიძე არც დაგიდევდა იმის დაზუსტებას. თუკი დაზუსტება შესაძლებელია, მეტა იმხანად აღტაცება როგორ გამოითქმოდა ხატობაზეო, რადგანაც პირდაპირ გადაჰქონდა ის სურათი, რაც მოსალოდნელი გახლდათ გათამაშებულიყო შეფიცულთა ბინაზე, ცის ქუდობისას და მიწის ქალავნობისას. ახალი და ახალიო ითხოვდნენ თხის ძმები და თუნც ერთი იმავე ლექსთა მოსმენაც არ წინდებოდათ, მოთხოვნა იმისა გახლდათ, რომ მზადყოფნასა და ყოველ წუთას მოსალოდნელ თავდასხმას არ გაენელებინა პოეტური გზნება ახალგაზრდა კაცისათვის და არ აეთვალწუნებინა დამხერების წადილი ულმობელი ჟამიანობის პირობებში. განელებისა თუ ათვალწუნების ჯერ არაფერი ეტყობოდა, თუნდაც იმ ზამთარს მზიან ამინდში დინის მახლობლად განმარტოვდებოდა ყუდროში და 2-3 საათში ახალ ლექსს მიუფრიალებდათ. ყველაზე ძალიან ვისაც აღელვებდათ მისი პოეტური ბედი. გვიანობისას კი ცეცხლის პირას და დანარჩენებსაც მოესმინათ და თვითოეული თავთავის ნაღველს მინებებოდა სტრიქონთა მელოდიას აყოლილი. ქაკუცას ეს აზრი რომ გაუჩნდებოდა და ალექსანდრე სულხანიშვილსა და იქნებ სხვებსაც გაუზიარებდა, თუ მშვიდობა იქნება, მიხას აუცილებლად უნივერსიტეტი უნდა გავათავებინოთო, სოდოა ამისთანა ნიჭი დაიღუპოსო. თვითონ მიხას ჯერ არაფერ შეჰპირდებოდა, მიხა ხელაშვილს, ვისი ტრაგიკული აღსასრულიც და ნეშტის ფარული გადასვენებაც ანტიკურ ტრაგედიებს გამოიხმობს მეხსიერებაში, უშუალოდ კი სოფოკლეს ანტიგონეს, ყვალ ყორანთა საჯიჯგნად რომ არ დატოვებდა ძმის ცხედარს გმირი ქალი, მოსალოდნელი საფრთხის მიუხედავად მიწას მიაბარებდა. ის რაც ანტიკურ ხანაში ტრაგედიის სიუჟეტურ ქარგას ამოახვევდა, ახლა მხოლოდ ეპოქის ნატეხად რჩებოდა. შიშველ კომპოზიციურ ღერძად, მხატვრულ ხორჩესხმას რომ ითხოვდა, მაგრამ ჯერ არსად მოჩანდა ახალი დროის სოფოკლე, ვინც ჟამთასვლის კვალობაზე ჟანრს შეაცვლევინებდა და მოთხრობას ან სულაც რომანს გაშლიდა ამ ქარგაზე. ან იქნებ არ შეენაცვლებინა რაკიღა მე-20 საუკუნის ქართული სამწერლო სინამდვილისათვის ნიშანდობლივია ანტიკური ტრაგედიის ზოგადი სახის აღდგენა და
თავისებური სახეცვალება და მიხა ხელაშვილის დის ჰეროიკული საქციელი ადრე თუ გვიან ანტიგონეს ქართულ ორეულად გამოგვეცხადოს. თავით ბოლომდე ორიგინალურ ქმნილებად, რადგანაც შთამაგონებელი ბერძენი კი არა, ქართველი ქალი იქნება და ლიტერატურული გავლენა კი არ წარმართავს სიუჟეტის მდინარებას, არამედ ყოფითი სინამდვილე. ჯერ კი რა სჯობდა ფიცხელ ბრძოლაში შევარდნასა თუ ყუდროში ლექსების თხზვას. წინამძღოლის სახის ათინათი რომ დასთამაშებდა მიხას პოეტურ სტრიქონებს, დროდადრო კი ხელშესახებადაც იელვებდა და რომანტიკულ სახებადაც აიზიდებოდა თავის შეფიცულებიანად. ქაქუცა ჩოლოყაშვილი მოჰქროლავს როგორც ქარია, თან ახლავს ქართველ შვილები, თითო ლომების დარია. საკუთარ თავსაც ლომებს მიათვლიდა და გუნებაში ჩაიცინებდა კიდეც, ვითომ რატომაც არაო. ფოლკლორისტები რომ ესტუმრებოდნენ პელაგია ხელაშვილს, გაუკვირდებოდა მიხას ამბავს რომ გამოჰკითხავდნენ, ნეტა საიდან სმენიათ, ან რისი გამორკვევა დაზუსტება მოუწადინებიათო, ღირდა კი გულახდილობა. იქნებ ზოგადი მოგონება ეკმარა და ამბოხებაში გარევაზე კრინკიც არ დაეძრა, მაგრამ გიორგი ჯაფარიძეს ისეთი ნათელი მზერა ჰქონდა, ისეთი სითბო და ცნობის წადილი, იმ მზერას მიენდობოდა 1000 ჭირ გამოვლილი ქალი. ნეტავი მოკლო მარჯაკალი. ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავისი რაზმით ფშავის ხეობაში რომ გამოჩენილა, მიხას ოჯახობა ახატში ყოფილა სამკალად. მომკელნი ჩქარობდნენ თურმე, რადგანაც მარიამობის დღესასწაული ახლოვდებოდა და ჩარგალში წირვა იყო ჩასატარებელი, სიძე მოყრის ხელით. ახადიდან დაშვებულებს გზად ვიღაცები შეჰყრიან და იმად უცნობებიათ მიხასათვის, ჩოლოყაშვილი ჩამოიდა მაღაროს კარზე და იმადგან ერთს ჯიბეში თავრობის საიდუმლო ბრძანება ცდებია. დახვდით ხომის ძირში, არ გაუშვა. და ეს დოკუმენტი ფარულად გადაუცია დიაკვნისათვის. კიდევ რა ელაპარაკესო, ჩაიკითხებოდა ფოლკლორისტი, მაგრამ პელაგია თავის მართლებას მოჰყვებოდა. ბალღი ვიყავი და ბევრი არაფერი მესმოდაო. ჩარგალში ჩამოსულები წირვას რომ გადაიხდიდნენ, ამასობაში მიხას მეორე და სალომეს ერთი ფშაველი ესტუმრებოდა გვარად ჯანაშვილი და მასპინძელში ატყობინებდა, ქაქუცას სურსად სანოვაგე სჭირდებაო. მიხას კი ბელადის წერილს გადასცემდა, ის იწერებოდა, მოდი ჩემთან ნახეო. უბრალო მონახულება არ იგულისხმებოდა, ან შეფიცულებს უნდა შემატებოდა, ან მეკავშირეებს. მიხა იქ რაღაც დადგებოდა, თამხლებთან ერთად მოკრებდა სურსად სანოვაგეს და მაღაროს კარში ჩააკითხავდა შეფიცულებს, რათა მათთან დარჩენილიყო და პირველივე შეტაკებაში განსაკუთრებით ესახელებინა თავი. მის თავგანწირულ ბრძოლას ალექსანდრე სულხანიშვილი იხსენებს და აკი იმასაც გვამცნობს. მიხა ხელაშვილი მაღაროს კარში შემოგვიერთდაო. მას ქაქუცა საიდან იცნობდა და თანაც ასე ახლოს, ბარათს რომ სწერდა და მისვლას თხოვდა. იქნებ რაღაცები ზუსტად აღარ ახსოვდა პელაგიას და მიხას ბელადის ბარათი კი არ მისული, არამედ უნებურად გაუგია მაღაროს კარში შეფიცულები დაბანაკებულანო და თვითონვე მოუნდომებია მათთან შეერთება.
ტრისტან მახაური ენდობოდა ფოლკლორული ექსპედიციის ამ საგულისხმო მონაპოვარს, არ მიიჩნევდა რეალობისა და ფანტაზიის ნაზავად და გამომძიებლის სიჯიუტით შეეცდებოდა დამატებითი რეალიების მოკრებას იმის გამოსარკვევად, როდის და სად შეიძლება დაახლოებულიყვნენ შეფიცულთა ბელადი და მისი ეპიკოსიო. ამ მოგონებასაც გაჰყვებოდა და გიორგი მაზნიაშვილის მემუარების ერთ მიკარგულ პასაჟსაც წამოატირტივებდა, რათა გათვალსაჩინოებულიყო თუ როგორ ავსებდა ერთმანეთს უბირი ქალისა და სახელოვანი გენერლის ცნობები და რაოდენ დამაჯერებელი სურათი წარმოისახებოდა. პელაგია ხელაშვილი ძმის სიჭაბუკის გახსენებისას მოიგონებდა, რომ მიხას ძალზე ახალგაზრდას ჯერ 17 წლისაც არა ყოფილა დაემთავრებინა დარიალის სასულიერო სასწავლებელი და ხევსურეთში გაემწესებინათ დიაკვნად ბარისახოში. იქ მსახურობისას კი ძლიერ დაახლოებია ერთ ბლაღოჩინს, ვის გვარ სახელსაც ქალი არასახელებდა. იქნებ არც ადრე დაინტერესებულიყო მისი ვინაობით, ან იქნებ უბრალოდ გადაქართულებოდა, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანი გარემოება შემოენახა ცინცხლად ცნობიერებას. იმ ბლაღოჩინს თურმე ხშირად მოვდიოდნენ რეზო ქურდოვანიძე, შალვა ქარუმიძე და ჩოლოყაშვილი. სტუმართა ვინაობა ძალდაუტანებლად მიახვედრებს ყველას, თუ რამხელა გავლენა მოეპოვებია ბლაღოჩინს, რომ მისი ქით გზა არა აქვთ პარტიულ და სამხედრო მოღვაწეებს. ხშირი სტუმრობა ნიშნავს, რომ მის ბინაში, როგორც ხევსურეთის თავისებურ ცენტრში, მნიშვნელოვანი ამბები უნდა გადაწყდეს. და რაკიღა მიხა საკმაოდ გაშინაურებია ამ გავლენიან კაცს, არაერთხელ მოუწევდა ამ ხშირ სტუმრებთან შეხვედრა. აი თურმე სად და როდის მომხდარა მისი და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გაცნობაც და დაახლოებაც. რაკიღა მიხას ისისა უნდა შესრულებოდა 17 წელი, მისი დაბადების თარიღად კი 1900-ია დადგენილი, ბარისახოში მისი დიაკვნობა და ქაქუცასა და მის თანხმლებლებთან შეხვედრები 1917 წელს უნდა მომხდარიყო. უთუოდ დაგებადება შეკითხვა იმჟამად, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა დამოუკიდებელ რესპუბლიკად, ნეტა რატომ დადიან ასე მიზანმიმართულად ხევსურეთში ზემოხსენებული პიროვნებანი, რაღაც დავალება ხომ არ უნდა შეესრულებინათ და სახელდობრ ვისი და რა დავალება უნდა ყოფილიყო. ეს კითხვა ცხადია გაუჩნდა მკვლევარსაც, ვინც იმ ქაოტურ რეალობაში გზის გასაგნებად მიჰყვებოდა გიორგი მაზნიაშვილის მემუარებს, ერთ ყველაზე საიმედო მეგზურს, ვინც ზოგადად იმასვე ადასტურებდა, რასაც სხვა სანდო მემუარისტები თუ წერლები ირწმუნებოდნენ, რომ 1917 წლის რუსეთის რევოლუცია ამიერკავკასიის რესპუბლიკებს თავისთავად მოწყვეტდა იმპერიას და უბიძგებდა იმ დამოუკიდებლობას, რომელსაც ოფიციალური გაფორმება სჭირდებოდა. ამასობაში კი მოთავდებოდა პირველი მსოფლიო ომი, დაიშლებოდა მეფის რუსეთის ჯარიც და სამშობლოში დასაბრუნებლად ჯარისკაცები და ოფიცრები მოითხოვდნენ საქართველოზე გავლას. მოსალოდნელი გახლდათ, რომ აღმოსავლეთის ფრონტიდან მოხსნილი რუსეთის სამხედრო ეშელონები წარღვნასავით გადაუვლიდნენ თბილისსაც და ქვეყნის სხვა მხარეებსაც და მოსახლეობა ისეთი გამანადგურებელი საფრთხის წინაშე დგებოდა, ყველაზე ულმობელი სამხედრო შემოსევები რომ იწვევს. უწყინარი მოთხოვნა იქნებ გზა დაგვითმოთ, თორემ ისე სამშობლოში ვერ დავბრუნებულ ვართო,
საბედისწერო შეიძლება გამხდარიყო, თუ ქვეყნის მმართველობა რაიმეს არ იღონებდა, კვეთხსა და გადამჭრელს, სწრაფსა და ყოვლის მომცველს. მოგვიანებით ნოე ჟორდანია და მისი მეხოტბენი ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად მიითვლიდნენ ამ გამანადგურებელი საფრთხის არიდებას და სრულიად მიჩქმალავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ღვაწლს, რომელთაც შეძლეს გერმანიის ხელისუფლებასთან მისასვლელი გზების გამონახვა და მათი გადმობირება ამ საბედისწერო მოვლენაში სასიკეთოდ ჩართვისათვის და ნოე ჟორდანიასაც მათ შეუქმნეს ხელსაყრელი პირობები გაველურებული ურდოს მოსაგერიებლად საქართველოს საზღვარზე რომ ვერ შემოეღწიათ. ეს დიდ არიდებად, მაგრამ სულ უფრო რომ იზრდებოდა დეზერტირობისა და ძარცვად ლეჯვის შემთხვევები და ვერც ქართული საჯარისო ნაწილების შექმნას რომ ებმოდა თავისი წარმატებით. ყოველთვის ასე ხდება, როდესაც პროფესიონალიზმის ნაცვლად პარტიულ დამსახურებას ენიჭება უპირატესობა, მაგრამ გიორგი მაზნიაშვილს სად ერკვია და ეზუსტებინა ეს თეორიული საკითხები. ყველაფერი სასწრაფოდ იყო მოსაგვარებელი, თორემ მერე თავი რომ გემართლებინა მთელი დანაშაული მენშევიკური პარტიის კისერზეაო, ამით ქვეყანას რა ეშველებოდა. ამიტომაც გამოითხოვდა თანხმობას ლეგიონთა ზოგიერთი უფროსისაგან და ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებსაც მიმართავდა შეაგონეთ მოსწავლე ახალგაზრდობას, რომ აუცილებელია მათი მოწვევა ჯარის რიგებშიო. მათი ჩარევისა და ზოგიერთი ოფიცრის დახმარებით თავს მოუყრიდა დივიზიის შტაბში ამ ახალგაზრდობას 16-დან 20 წლამდე და სწორედ მათი მოსვლა ჩაუყრიდა საძირკველს ქართულ ახალგაზრდა დივიზიას. უნდა დაგენახათ, რა თავდადებით ეწეოდა ეს ახალგაზრდობა სამხედრო სამსახურის ჭაპანს და რა სიამოვნებით ემორჩილებოდა სამხედრო დისციპლინას. მაგრამ ეს რომ არ აკმაროდა ქალაქის დასაცავად და სამხედრო ქონების უზარმაზარ საწყობთა სადარაჯოდ, არ კმაროდა და ახლა უკვე udaraჯოდ მიტოვებულ საწყობთა და ცეიჰაუსთა გაძარცვა გამოცარიელებაზეც გადავიდოდნენ. თავრობა შეშფოთდებოდა და მოითხოვდა ენერგიულად ჩაერიეთ. მაგრამ სად მოპოვებულიყო ამ ენერგიის წყარო, როდესაც ჯარისკაცთა მცირე რიცხოვანება საშუალებას არ აძლევდათ თვითოეული საწყობისათვის თითო კაცი მაინც დაეყენებინათ ყარაულად. ან ის რა გასაკვირია დაცემულის ნეობის ხანაში, რომ სადარაჯოდ დაყენებული ჯარისკაცი ჩაბარებულ ქონებას თვითონვე იტაცებდა და გარბოდა თავის სოფელში. ამიტომაც უწევდათ გარეშე პირთა დაქირავება, მაგრამ იმათი ნდობა კი შეიძლებოდა. ახლა ჯარების მოგროვება ვერ ხერხდებოდა და აი გიორგი მაზნიაშვილს გაუელვებდა ბედნიერი იდეა, რომლის ხორჩშესასხმელადაც კვლავ საზოგადო მოღვაწეთა დახმარება გახდებოდა საჭირო. ჩემი თხოვნით გაიგზავნა ხევსურეთში ეროვნულ დემოკრატიულ პარტიიდან შალვა ქარუმიძე და ქაკუცა ჩოლოყაშვილი. მათ დიდი გავლენა ჰქონდათ ხევსურეთში. მოკლე ხანში კიდევ ჩამოიყვანდნენ დედაქალაქში 400-მდე ხევსურს, რომელთაც მაშინვე დააბინავებდნენ სამხედრო სკოლის შენობაში, დაანაწილებდნენ გუნდებად, დაუნიშნავდნენ საკმაო რიცხ ოფიცრებსა და შემოსავდნენ, შეაიარაღებდნენ და რამდენიმე დღეში უკვე შესაძლებლობა მიეცემოდა ამ მარჯვეთ მოფიქრებული წამოწყების ავტორს გამოეყენებინა ისინი სამხედრო ქონების საწყობთა სადარაჯოდ.
შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია.